მოდით ნახოთ, როგორი იქნება შემდეგი კვირა შვილდოსნებისთვის. შვილდოსნების ჩემი საყვარელი ნიშანია. უმაგრესი ხალხი. იციან მხიარულებაც, იციან მიზნისკენ სწრაფვაც აქვთ ძლიერი და მიუხედავად იმისა, რომ ყველას გონია, რომ ეს ადამიანები არიან მხოლოდ და მხოლოდ მხიარულებაზე ორიენტირებული, არიან ძალიან მიზანდასახულები და ზუსტად მიზანში ისვიან თავის ისარს და ნახოთ აბა შემდეგ კვირაში საით მოხდება მათი ის არის რა მიმართულებით მიდიან და რა მოხდება შემდეგ კვირაში სასიამოვნო და კარგი შვილდოსნების ცხოვრებაში. მშვენიერი შეყვარებულების არკანი ძალიან კარგი ენერგიებში ტრიალებთ სასიყვარულო ენერგიებში. ცოტა ეშმაკობას აქვს ადგილი. ზოგიერთი თქვენგანი დადგება პატარა არჩევანის წინაშე. შეიძლება ეს ეხებოდეს გრძნობით ასპექტზე იყოს აქ საუბარი, იმიტომ რომ აქ არის ხუთიანი თასები, ეს არის ენერგია ცოტა შინაგანად ჩაკეტილი, შეიძლება თქვენ გქონდეთ თქვენ საყვარელ ადამიანთან რაღაცა პატარა კამათი მოგივიდეთ და ცოტა ჩაიკეტოთ, მაგრამ ნახეთ გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თქვენ შეძლებთ რომ გამოხვიდეთ მეხუთე ენერგიიდან და გადახვიდეთ მეექვსე ენერგიაში, თანაც სწრაფად შეძლოთ, იმიტომ რომ ეს არის ხმლები და შესაძლოა მარტივად მოაგვაროთ ის კონფლიქტი, რომელიც იყო. აქ შეიძლება საუბარი იყოს იმაზე, რომ ეხლა ამ კვირაში, ანუ აი ეხლა ხართ ესეთ ენერგიებში სიყვარულთან დაკავშირებით და შემდეგ კვირაში თქვენ შეძლებთ რომ გამოასწოროთ ეს სიტუაცია. როგორ სწორდება სიტუაცია? ყოველთვის საუბრის გზით, მეგობრებო. ისაუბრეთ თქვენს პარტნიორთან, ისაუბრეთ თქვენ საყვარელ ადამიანებთან და თუ კი დგებით გარკვეული არჩევანის წინაშე, მოусმინეთ მასაც, საკუთარ თავსაც და მხოლოდ მას შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.